მშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანით. ჩვენ ადამიანზე ვსაუბრობთ. ადამიანზე როგორც ყველაზე მნიშვნელოვან ღირებულებაზე და ყველაზე დიდ ფასეულობაზე ნებისმიერ საზოგადოებაში. და ასეთ შემთხვევაში ყოველთვის ჩამოვთვლი ხოლმე ადამიანის მახასიათებლებს, რომელთა მიუხედავად ადამიანის სიცოცხლე არის ყველაზე ძვირფასი. და თუ ჩვენ ყოველდღიურ ჩვენს გადაცემებს თვალს გადავავლებთ, აუცილებლად შევნიშნავთ, რომ არის ერთი ნაწილი, რომელიც უცვლელად მეორდება ნებისმიერ გადაცემაში. ეს გახლავთ კვებითი შუქნიშანი. არა უბრალოდ შუქნიშნის სიმბოლოთი გაერთიანებული რეკომენდაციები, არამედ კვება როგორც სასიცოცხლო მოთხოვნილება. კვება როგორც სიცოცხლის მახასიათებელი, ისევე როგორც მოძრაობა, სუნთქვა, გამრავლება და ასე შემდეგ. კვება როგორც ადამიანის ორგანიზმის უზრუნველყოფის შესაძლებლობა და კვება როგორც ადამიანის სიცოცხლის და ცხოვრების ხარისხის წინაპირობა. ჩვენ ხშირად საუბრობთ სხვადასხვა პრობლემებთან მიმართებაში კვებაზე და ალბათ შენიშნეთ, რამდენად მნიშვნელოვანია ის ცოდნა, რომელიც კვებითი ჩვევების ჩამოყალიბებაში გვეხმარება და ჩვენთვის როგორც სოციალური არსებებისათვის მოდელი, რომელსაც ქცევა ჰქვია და რომელიც ძალიან ხშირად უამრავი პრობლემის გამჟღავნებას ემსახურება. თუ დავაკვირდებით კვებით ქცევებს, აქ ჩვენ ძალიან ბევრ ინფორმაციას აღმოვაჩენთ, როგორც ადამიანის ფიზიოლოგიური განვითარების, ასევე პრობლემების შემთხვევაში. მაგალითად, მინდა გაგახსენოთ კვებითი ქცევის დარღვევები, რომელზედაც ძალიან ხშირად საუბრობ ხოლმე და გაგახსენოთ იმ ძირითადი ჩამონათვალის სახით, რომელიც ყველაზე ფართოდ არის საზოგადოებაში ცნობილი. მაგალითად, როდესაც ჩვენ გუნებგანწყობის მერყეობას პასუხობთ, როდესაც ჩვენ ცდილობთ გავუმკლავდეთ გარემო სტრესულ ფაქტორებს, როდესაც ჩვენ ცდილობთ საკვები გამოვიყენოთ როგორც რელაქსანტი, ჩვენ ვლაპარაკობთ ემოციურ კვებაზე. დიახ, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა ფართოდ გავრცელებული საზოგადოებაში და ნებისმიერ საზოგადოებაში ეს გახლავთ ემოციური კვება. ემოციური კვება თავისთავად არ არის კლასიკური სახით კვებითი ქცევის დარღვევა, მაგრამ ეს გახლავთ ერთი ნაბიჯი იმ დარღვევამდე, რომელსაც ჰქვია ხარბი კვების სინდრომი. დიახ, ეგრეთ წოდებული binge eating, ანუ ხარბი კვება არის როგორც წესი ემოციური კვების ლოგიკური გაგრძელება. ადამიანები საკუთარი ემოციის დასაძლევად იყენებენ საკვებს, შემდეგ ამ საკვების მოხმარების რაოდენობა იზრდება, ადამიანის დამოკიდებულება კვებაზე იზრდება და საკვების ხარბი მომხმარებელი ხდება ადამიანი. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ჩამონათვალში სწორედ კვებასთან დაკავშირებით ისეთი მდგომარეობა, რომელსაც ჰქვია ნერვული ბულიმია. ასეთ შემთხვევაში ჩვენ ველოდებით, რომ ადამიანი ბევრს უნდა მიირთმევდეს და შედეგად უნდა გქონდეს ჭარბი წონა, სიმსუქნე და ყველა თანმხლები მდგომარეობა. სინამდვილეში შედეგი ზუსტად ისეთივეა, როგორც შემდეგი კვებითი ქცევის დარღვევის დროს, რომელსაც რამდენიმე წუთში მოგახსენებთ. ორგანიზმის გამოფიტვა, საკვები ნივთიერებების ღრმა დეფიციტი და წონაში კლება. რადგან ასეთ შემთხვევაში რამდენიმე ეტაპის მონაცვლეობა ხდება, ძალიან თვალსაჩინოა ერთ შემთხვევაში ადამიანის გადაჭარბებული ლტოლვა საკვების მიმართ და ხარბი მოხმარება, რომელსაც სინდისის ქეჯნა და საკვებისგან ხელოვნური გათავისუფლება მოსდევს, შემდეგ ხელოვნური გათავისუფლება აღარც არის საჭირო, უკვე შესაბამისი კუნთები პასუხობს ყოველ ლუკმას. ნერვული ანორექსია, ერთი შეხედვით უმადობა, განსხვავებით ბულიმიისგან, სადაც მგლის მადაზეა ლაპარაკი, მადის არ ქონა ლოგიკურად გულისხმობს იმას, რომ ადრე თუ გვიან ორგანიზმი მიდის გამოფიტვამდე. თუმცა გასათვალისწინებელია მდგომარეობა, რომელსაც გაწონასწორებული მადა ჰქვია და მაინც თანამედროვე მედიცინისათვის არის უზარმაზარი თავსატეხი. ეს გახლავთ ნერვული ორთორექსია. ერთი შეხედვით ჯანსაღი კვების მოტივით, ჯანსაღი საკვების არჩევანის საბაბით ადამიანები ხელოვნურად ზღუდავენ საკვები პროდუქტების ჩამონათვალს, საკვები პროდუქტების მოხმარების ულუფას, თავისთავად იცვლება რეჟიმი და საბოლოო ჯამში ორგანიზმი ისეთივე გამოფიტვის მსხვერპლი ხდება, როგორც ეს ხდება ანორექსიის ან ბულიმიის შემთხვევაში. და სრულიად ახალი კლასიფიკაციის შესაბამისად ახალი
ახალი ელემენტი, ახალი სამედიცინო პრობლემა, რომელიც ნოზოლოგიად არის უკვე გამოყოფილი, ეს გახლავთ საკვებისგან თავის არიდების და ხელოვნური შეზღუდვა აკრძალვის მდგომარეობა. აი ეს ზუსტად ის მდგომარეობაა, როდესაც განსხვავებით ანორექსიისგან ადამიანს არ აქვს სულ ტოლვა, საკუთარი ორეული სარკეში გააუმჯობესოს. მას არ აქვს მოტივი წონის გამო შეზღუდოს კვება. აი აქ ყველა ის ჩამოთვლილი კომპონენტი, რომელიც ემოციური კვების დროს, ხარბი კვების დროს და მრავალი სხვა ფაქტორის გათვალისწინებით განაპირობებს იმას, რომ ადამიანი გაცნობიერებულად ამბობს უარს საკვებ პროდუქტებზე. და ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია თანამედროვე რეალობაში, როდესაც მსგავსი დარღვევები ახალგაზრდებში, მოზარდებში, ბავშვებში პრაქტიკულად ძალიან ხშირად გვხდება. არის მდგომარეობა, როდესაც ჩვენ ვღელავთ. ეს არის მაშინ, როდესაც ბავშვია. როდესაც ბავშვი დაუნაყრებელია და ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ მივაგნოთ როგორც მიზეზს, ასევე საშუალებას, როგორ დავძლიოთ ეს პრობლემა. მაგრამ არის სამედიცინო მდგომარეობები, როდესაც შიმშილი შეიძლება იყოს ერთ-ერთი და არა ერთადერთი სიმპტომი. და ეს მდგომარეობები განსაკუთრებით საყურადღებოა მაშინ, როდესაც იშვიათია და მის შესახებ საზოგადოებამ ცოტა რამ იცის. ჩვენ ამ თემაზე საუბარს სულ რამდენიმე წუთში ჩვენს კოლეგებთან ერთად გავაგრძელებთ. როგორც გადაცემის დასაწყისში გითხარით, ადამიანის კვებით ქცევა ძალიან საყურადღებოა. განსაკუთრებით ექიმებისათვის, როდესაც შეიძლება ქცევაში სხვადასხვა დაავადებასთან დაკავშირებული მინიშნება ამოვიკითხოთ. და თუნდაც ერთი სიმპტომი, შიმშილი, რატომ შეიძლება იყოს გზამკვლევი კონკრეტულ დიაგნოზამდე, დღეს გადავწყვიტეთ ამ გადაცემაში სხვადასხვა წახნაგის შესაბამისად გესაუბროთ. გესაუბროთ, როგორ ფიქრობენ და მსჯელობენ ამ საკითხზე ექიმები და რამდენად მნიშვნელოვანია ექიმისა და მშობლის გამოცდილება ერთდროულად. მოკლედ, თანმიმდევრულად მივყვები და გადაცემის პირველი ბლოკის სტუმრებს წარმოგიდგენთ ენდოკრინოლოგი, ბავშვთა ენდოკრინოლოგი ქალბატონი ნინო ხელაძე, რომელიც ამავდროულად ბავშვთა ნუტრიციოლოგიც გახლავთ და ბავშვთა ნევროლოგი პროფესორი ქალბატონი თეონა შათერიშვილი. დილამშვიდობისა ქალბატონებო. დილამშვიდობისა. ყოველთვის სასიამოვნოა თქვენი სტუმრობა და სიმართლე გითხრათ, ყოველთვის მაქვს იმის მოლოდინი, რომ ჩვენი საუბრით ძალიან ბევრი ოჯახისთვის შეიძლება საჭირო ინფორმაცია გავუზიაროთ საზოგადოებას. დღეს რაზედაც ჩვენ საუბრობთ, ეს არის თემა, რომელიც ლოგიკურად თითქოს თებერვლის ბოლოს, როდესაც იშვიათი დაავადებების კვირეული ჰქონდა, მაშინ უნდა განხილულიყო. მაგრამ ჩვენ დღეს საუბრობთ შეგნებულად. ამ თემას დაუბრუნდებით, რატომ გადავწყვიტეთ სწორედ დღეს და ამ რეალობაში, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს არის თემა, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს, თუნდაც იმიტომ, რომ საზოგადოება არ არის სათანადოდ ინფორმირებული. და ის, რაც არ იცის საზოგადოებამ, ყოველთვის ძალიან ბევრ პრობლემას ქმნის, რაც არ ვიცით, გვაშინებს, გვაფრთხობს, ან გვაიძულებს, რომ ავარიდოთ ამას შეგნებულად თავი. შიმშილი, რომელიც შეიძლება იყოს დაუოკებელი, შიმშილი, რომელიც შეიძლება იყოს მუდმივი, შიმშილი, რომელიც შეიძლება იყოს არაუბრალოდ კვებითი ქცევის გამოვლინება, არამედ მინიშნება ზოგიერთ დიაგნოზე. რაზე ვსაუბრობთ, ნინიკო? მოდით დავიწყოთ აქედან. დიდი მადლობა, მარი, რომ მოგვიწვია ასეთ ჩვენთვის საჭიროებო საკითხზე სასაუბროთ. და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ზუსტად პრადერვილის სინდრომზე ვისაუბროთ დღეს, იმიტომ რომ ეს არის მდგომარეობა, რომლის ადრეულ ასაკში ამოცნობა, რაც შეიძლება მალე ჩვილობის, ახალშობილობის ასაკიდანვე ამაზე ეჭვის მიტანა ყველაზე დიდ გავლენას ახდენს ამ ბავშვების გამოსავალზე. ეს არის ზუსტად მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება გენეტიკური იშვიათი დაავადება, რომელიც ხასიათდება ზუსტად მადის ცენტრის ცენტრალური თავის ტვინის დონეზე დარღვევით და ამ ბავშვებს აბსოლუტურად არავითარი კონტროლი, ისინი ღორმუცელები კი არ არიან და ესეთი ქცევის კუთხით პრობლემა კი არ აქვს, ესეთი დასწავლის და არადისციპლინირებულები კი არ არიან, მათ ანატომიურ, ბიოქიმიურ დონეზე აქვთ სერიოზული პრობლემა და გაძლიერებული მადა
ისეთი დონის, რომ მათ მუდმივად ჭირდებათ, რომ მოიძიონ საკვები, თუ ვერ იპოვიან, ითხოვონ მეზობლებთან, ახლობლებთან და ამისი მართვა მედიცინის ამ განვითარების ამ ეტაპისთვის არის საკმაოდ რთული გამოწვევა. როდესაც თქვენ ბრძანებთ, რომ ბავშვებს აქვთ მუდმივად იმის სურვილი, რომ აი ამ გაძლიერებული მათის შესაბამისად მოიპოვონ საკვები ოჯახის გარემოში, ოჯახის მიღმაც კი ახსენეთ მეზობელი, ახლობელი და ასე შემდეგ. ეს აისახება ბავშვების მეტაბოლურ მდგომარეობაზე, ბავშვი იმატებს წონაში, რა გამოვლინებები აქვს გარდა იმისა, რომ თქვათ აი წმინდა ენდოკრინოლოგიური თვალსაზრისით გასაგებია, რომ მადა გაძლიერებული აქვს, გასაგებია, რომ შიმშილის გრძნობა აქვს, რომელიც უბიძგებს მოიპოვოს საკვები, მიირთვა საკვები, მიირთვას ბევრი, მიირთვას პრაქტიკულად უწყვეტ რეჟიმში. რა შედეგები აქვს ამას და კიდევ რა ენდოკრინული გამოვლინებებია? ამ დაავადებას მთავარი პრობლემა არის ზუსტად ეს გაძლიერებული მადა, რომელიც სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობას უქმნის. თუ დროულად არ მოხდა ამის ამოცნობა და მკურნალობა, გაძლიერებული მადის ფონზე ისინი რა თქმა უნდა ჭარბი რაოდენობით იღებენ საკვებს და შემდგომ მათ სიცოცხლე საფრთხე ემუქრება ადრეულ ასაკშივე, ბავშვობის, პედიატრიულ ასაკშივე ჭარბი წონის გართულებების გამო შეიძლება დაიღუპონ. ამ დაავადების საერთაშორისო ორგანიზაციის მთავარი ესეთი სამოტივაციო წინადადება, რომელიც მუდმივად აქვს ხოლმე და იყენებენ მათ ასოციაციის გვერდზე, არის რომ ისინი რო გადარჩნენ, უნდა იყვნენ მშივრები და მათ აუცილებლად სიცოცხლისთვის შენარჩუნებისთვის უნდა იღებდნენ ასაკობრივი ნორმის 80%-ს. რეალურად ეს არ არის ბოროტი განზრახვის ნათქვამი ფრაზა, ეს ლაპარაკი ამ შემთხვევაში ეს ფრაზა უნდა აღვიქვათ როგორც ამ ბავშვების მოთხოვნილების შესაბამისად კი არ უნდა იკვებებოდნენ, არამედ მათი მოთხოვნილების მოცულობა რო განიცასროს, გაცილებით ნაკლები უნდა მოიხმარონ ასაკობრივი მოთხოვნილებების შედარება თქვენ კარგად მოიყვანეთ 80%. ანუ ასაკობრივად რაც ეკუთვნის ნორმატიულად იმისი 80%. რატომ არის ბავშვთა ნევროლოგი დღეს გადაცემაში? შეიძლება მაყურებელს გაუჩნდეს კითხვა. თუ შიმშილზეა ლაპარაკი და თუ მთელი ღერძი მოვლენებისა დგას შიმშილზე, მაშინ რატომ შეიძლება ეს პრობლემა ბავშვთა ნევროლოგიაზე იკვეთებოდეს? პრადერვილის სინდრომის დასაწყისი არის ახალშობილობის ასაკი და ის იწყება ნევროლოგიური სიმპტომებით. როდესაც ასეთი ბავშვი იბადება, მას პირველი ნიშანი აქვს ნევროლოგიური და ეს გამოვლინდება თვითონ კუნთის ტონუსის მნიშვნელოვანი დაქვეითებით და დუნე-ჩვილის სინდრომი ქვია ამას, როდესაც შენი ტონუსი არის იმდენად დაქვეითებული, რომ ვიზუალურად მოძრაობები არის ძალიან ღარიბი. ამასთან ერთად პრადერვილისთვის მნიშვნელოვანია, რომ იყოს ფაქტურად თითქმის ყველა პაციენტი, რომელიც მოგვიანებით დიაგნოსტირდება პრადერვილის სინდრომით, აქვთ კვების და წოვის, მათ შორის ყლაპის გაძნელება და ფაქტიურად ყველა პაციენტს ჭირდება ზონდით კვება. აი ეს ორი ნიშანი არის კარდინალური ნიშანი იმისი, რომ აქ შესაძლებელია საქმე გქონდეს პრადერვილის სინდრომთან. ეს არის ნეიროენდოკრინული პათოლოგია, რომელიც იწყება დუნე-ჩვილის გამოვლინებით და იწყება არა მარტო ახალშობილობის ასაკში, არამედ ის იწყება პრენატალურად და მშობლები ძალიან ხშირად შემდეგ, როდესაც აფასებენ სწორად მდგომარეობას, ამბობენ, რომ ორსულობის დროს ბავშვის თუ ნაყოფის მოძრაობა არ იყო ისეთი, როგორიც მაგალითად სხვა ორსულობების დროს. და თანამედროვე მედიცინა უკვე ულტრაბგერის საშუალებით შესაძლებელია რაღაც ნიშნები არსებობდეს, რომელიც ეჭვსბადებდეს პრადერვილის სინდრომის არსებობაზე. შემდეგ უკვე დროსთან ერთად ჰიპოტონია, ანუ კუნთის ტონუსის დაქვეითება, გამოსწორებადი პრობლემა ხდება, თანდათანობით ხდება ფიზიკური განვითარების და ტონუსის აღდგენა
შეიწყებენ დამოუკიდებელ სიარულს არა ყოველთვის დროზე, მაგრამ დაგვიანებით მათი მოტორული განვითარება გარკვეული დროის მანძილზე განიცდის გაუმჯობესებას და შემდეგ უკვე იწყებენ სიარულს, იწყებენ მოტორულ აქტივობას, თუმცა ამ მიმართულებით მათ ყოველთვის ჭირდებათ დახმარება. ისევე როგორც იწყებენ უკვე წოვას, ყლაპას და ყლაპის პრობლემები უკვე არ არის აშკარა. როგორც ნინომ თქვა, მე იწყება უკვე გაძლიერებული მადა, მაგრამ პირველი 2 წლის განმავლობაში პირიქით ისინი ჭამენ საკვებს, მაგრამ არ იმატებენ. მათ აქვთ ფიზიკური ზრდის პრობლემები, ისევე როგორც წონის პრობლემა. აი, დაახლოებით 3 წლის მერე უკვე იწყება ის პრობლემები, რაც არის რაც საფრთხეს უქმნის მათ ჯანმრთელობას და არის წამყვანი. გარდა ამ ჩივილებისა, ყველა ასაკობრივ ჯგუფს თავისი ნევროლოგიური გამოვლინებები აქვს და პრადერვილი შეუღლებულია ისეთ ნევროლოგიურ სიმპტომებთან, როგორიც არის გონებრივი განვითარების პრობლემები, მათ აქვთ გარკვეული ფსიქიატრიული პრობლემები, ქცევითი დარღვევებით. ეს ქცევითი დარღვევები კიდევ უფრო წამყვანია, როდესაც არის ჰიპერფაგიის ეპიზოდები, მათ აქვთ ტანტრუმები, ისინი ძალიან ცუდად იქცევიან იმისთვის, რომ თქვათ მოიპოვონ საკვები, ამაზე ნინო უკეთესად საზოგადოება როგორც აფასებს, ხო? ანუ როდესაც ბავშვი ცდილობს მანიპულირებას და ასე შემდეგ, როგორც ამბობენ ხოლმე, გარშემომყოფები, მაგრამ სინამდვილეში მათ არ იციან რა სირთულესთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული. და ასაკთან ერთად მოდის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო გართულება, ისიც წონიდან გამომდინარე, ეს არის ძილის აპნოეს სახით და ასეთ პაციენტებს აუცილებლად ჭირდებათ ისეთი კვლევით მონიტორინგი, როგორიც არის პოლისომნოგრაფია, რომ ღამის განმავლობაში დადასტურდეს ძილის აპნოეს არსება, ანუ სუნთქვის გაჩერების პაროქსიზმები, რომელსაც ჭირდება მერე შესაბამისი მართვა. ანუ პრაქტიკულად ძილის კვლევა არის ასე თუ საჭირო, რომ შეფასდეს, რამდენად სრულფასოვანია ბავშვის ძილი და სად არის ეს ეპიზოდები, როდესაც სუნთქვის დარღვევის გამო შეიძლება რაღაც სირთულეები შეიქმნას. როდესაც თქვენ გისმენთ მაყურებელი, დარწმუნებული ვარ, მას გაუჩნდა კითხვა. როდესაც ამა თუ იმ პრობლემაზე ვსაუბრობთ, ვის ემართება ეს რა მიზეზით ვითარდება, როგორ უნდა აღმოვაჩინოთ. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, იმიტომ რომ როგორც თეო ამბობდა, ჯერ კიდევ მუცლად ყოფნის პერიოდში ბავშვი ზარ მაცობს, აქტიურად არ მოძრაობს და მშობელმა სხვა ორსულობას რო შეადაროს, გრძნობს განსხვავებას. თუმცა გამოუცდელი მშობელისთვის შეიძლება ეს ძნელი ამოსაცნობი იყოს. მაშინ როგორ იქცევა მედიცინა, როგორ უნდა მივაგნოთ ამ პრობლემას? ეს არის სურათი, რომელიც ნელ-ნელა ცხოვრების მანძილზე იშლება, თუ ჯერ კიდევ მუცლად ყოფნის პერიოდში შეგვიძლია ამ დიაგნოზის დასმა, ან სიცოცხლის რა ეტაპზე ხდება ამ დაავადების დიაგნოზის დასმა? კრიტიკულად მნიშვნელოვანია დადებითი გამოსავლისთვის, რომ მოხდეს რაც შეიძლება მალე, ჩვილობის პერიოდში. ზუსტად იმ კრიტიკულ პერიოდამდე, სანამ ჰიპოტონიიდან და კვების პრობლემებიდან და პირიქით დაბალი წონიდან, სანამ უკვე იმ მომენტამდე გადავლენ, როცა ჰიპერფაგია, ანუ ჭარბი მადა მოდის წინ და უკვე წონის მატებას იწყებენ. იმიტომ რომ აი იქ უნდა ჩაუსაფრთხდეთ, მიუსწროთ და დაუწყოთ მკურნალობა, რომ არ დაუშვათ წონის ჭარბი ნამატი და შემდგომ სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნის საკითხი. რადგან ჩვენ ვახსენეთ, რომ ეს არის გენეტიკური დაავადება, ეს ყოველთვის ადამიანებში, არასამედიცინო განათლების მქონე ადამიანებში გარკვეულ სტრესს და გაურკვევლობას იწვევს. რას ნიშნავს გენეტიკური დაავადება? ნიშნავს თუ არა, რომ რომელიმე მშობლისგან გადაეცა, რომელიმე მშობლის ან მემკვიდრეობის ბრალია. ამ შემთხვევაში ეს ასე არ არის, არავის ბრალი არ არის, მაგრამ ეს არის კონკრეტული დარღვევა, მუტაცია, რომელიც კონკრეტულად ამ ბავშვის ჩასახვის პერიოდში ხდება. რა თქმა უნდა, საბოლოო დიაგნოზის დასმისთვის უნდა გენეტიკური კვლევა ჩატარდეს და ზუსტად იმიტომ არის მნიშვნელოვანი ჩვენ რომ აქ დღეს ვსაუბრობთ ამ საკითხზე, რომ ყველამ ძალიან ცნობადობა ამ პათოლოგიის მიმართ მაქსიმალურად გავზარდოთ.
ყველა ნეონატოლოგმა, ოჯახის ექიმმა, პედიატრმა თუ მათ ყავთ პაციენტი ჩვილი ბავშვი აუხსნელი ჰიპოტონით, აუხსნელი მიზეზით, დუნე ბავშვი, ვისაც წოვა უჭირს, ზონდით ხანგრძლივად კვება ჭირდება, ყველაზე ეჭვი მიიტანოს და შესაბამისად რაც შეიძლება მალე ჩაუტარდოთ გენეტიკური გამოკვლევა და გავიგოთ ამ დიაგნოზის შესახებ, რომ მისი მართვა შემდგომ ეფექტური არსებობს, რომ ყველა ეს საშიში გართულებები მაქსიმალურად თავიდან ავიცილოთ. როდესაც საუბრობთ ნევროლოგიურ გამოვლინებებზე, მშობელი, რომელიც არ არის სპეციალისტი, მშობელი, რომელიც არ არის ინფორმირებული, მშობელი, რომელიც არ არის გამოცდილი. თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი პარალელები გაატარეთ, როდესაც არსებობს მაგალითად სხვა ბავშვთან დაკავშირებული გამოცდილება, თუნდაც ორსულობასთან დაკავშირებული. არ არის ასეთი გამოცდილება, ახალბედაა მშობელი და მისთვის ძნელი გასარკვევი ასე უნდა ვითარდებოდეს ბავშვი, ასეთი ტემპი უნდა ჰქონდეს, თუ ცოტას განსხვავებულად და სხვაგვარად უნდა მოძრაობდეს. და თვითონ ტერმინის დუნე ბავშვი მას უჭირს რომ შეაფასოს, შესაძლოა სხვას რომ ადარებდეს, უფრო ადვილი იყოს მისთვის ამ შედარების შემდეგ დასკვნის გაკეთება. მაგრამ რას უნდა მიაქციოს მშობელმა ყურადღება, თქვენ გეკითხებით პირველ რიგში ჯერ ამას, იმიტომ რომ თქვენ ბრძანეთ რომ სიცოცხლის პირველივე დღეებში შეიძლება იყოს რაღაც ნიშნებით საყურადღებო მდგომარეობა, ისევე როგორც ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდში. ამიტომ გამოცდილების არ მქონე მშობლებისთვის რა უნდა ვთქვათ? ზოგადად ეს ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ ნევროლოგიაზე, რომელიც არის საყურადღებო ნევროლოგია. დუნე ჩვილის სინდრომი არ არის მსუბუქი მდგომარეობა და ახალშობილობის პერიოდში, როდესაც პრადერვილზე არის ლაპარაკი, იქ არის საშუალო და მძიმე ჰიპოტონი. ამიტომ ის ვერანაირად ვერ დარჩება ყურადღების მიღმა როგორც მშობლის, ასევე სამედიცინო პერსონალისთვის. ამიტომ დუნე ჩვილის სინდრომზე, როდესაც ვლაპარაკობთ, აქ აუცილებლად იგულისხმება პაციენტის მძიმე მდგომარეობა, ის ვერ იკვებება და ეს აუცილებლად შესამჩნევი ხდება. შემდეგ ეს აუცილებლად მოხდება პაციენტი ინტენსიური მედიცინის დეპარტამენტში, თუ ბავშვი კვებაზე უარს ამბობს, მას შეიძლება მეორადი გართულებები განუვითარდეს, მაგალითად ჰიპოგლიკემია და სხვა ჯანმრთელობისთვის საშიში მდგომარეობები და ის აუცილებლად გადადის ზონდის კვებაზე. ამასთან ერთად, როდესაც არის ჰიპოტონური ჩვილი, როდესაც არის ზონდის კვება, პრადერვილისთვის დამახასიათებელია გარკვეული სახის ნაქვთები, რომლებიც შეიძლება რომ განსხვავდებოდეს სხვა ჯანმრთელი ბავშვებისგან. ხო, ნუშისებრი თვალები, შეიძლება ქონდეს სხვა ტიპის სახის გამომეტყველება, ტუჩის ფორმა და ასე შემდეგ. როდესაც ეს კომბინაცია უკვე გროვდება ექიმისთვის, ის აუცილებლად მოითხოვს სამედიცინო ყურადღებას, მერე ხდება ნევროლოგის ჩართულობა, ხდება ნევროლოგთან ერთად ენდოკრინოლოგის ჩართულობა, ხდება გამორიცხვა სხვა შესაძლო მიზეზებით, რომლითაც შეიძლება ახსნილი იყოს დუნე ჩვილი, ხდება მიზანმიმართულად გენეტიკური კვლევის ჩატარება და იმის დამიხადვით მოკლედ შესაბამისი მართვა. ნინიკო, ადვილია ამ პრობლემის ამოცნობა. ჩვენ სავარაუდოდ ყველა ასეთი შემთხვევა ვიცით, ყველა შემთხვევა დიაგნოსტირებულია ხოლმე. როგორია სურათი მთელ მსოფლიოში, მაგალითად, როგორ უნდა ვივარაუდოთ საქართველოში? არის არადიაგნოსტირებული შემთხვევები და რა განაპირობებს იმას, რომ არ არის დიაგნოსტირებული? სამწუხაროდ არის არადიაგნოსტირებული შემთხვევები, ამიტომაც ვამბობ, რომ რაც შეიძლება ინფორმაციის მიწოდება კოლეგებისადმი, მშობლებისადმი უკიდურესად მნიშვნელოვანია. მინახავს ქუჩაში შემხვედრია ხოლმე პაციენტი, ვიზეც მიფიქრია რა, როგორ გავს ამ სინდრომს და მიფიქრია, ნეტა ვიციან თუ არა ამის შესახებ და ერთ-ერთი სამწუხარო შემთხვევა ჩემს კარიერაში იყო, როცა 16 წლის ბიჭუნა უკვე მაღალი შაქრით და მაღალი არტერიული წნევით ჩვენი საავადმყოფოს სასწრაფო გადაუდებელ განყოფილებაში ვიპოვე მომართვით და მან სამწუხაროდ არ იცოდა ეს დიაგნოზი დროულად და შესაბამისად უკვე ის გართულებები, რის აცილებაზეც ჩვენ ფიქრობთ, მუდმივად ჰქონდა.
ეს არის რთული დაავადება. როგორც ნევროლოგიური კუთხით, ასევე ახასიათებს სხვადასხვა ენდოკრინული პრობლემას, რძის ჰორმონის დეფიციტიდან დაწყებული ჰიპოფიზის სხვადასხვა დისფუნქციით თუ ჰიპოგონადიზმით გართულებული, ესენი უკვე მშობლებისთვის რთული ტერმინებია, მაგრამ ეს ყველაფერი 21 საუკუნის პირობებში ჩვენ ქვეყანაშიც კი მართვადია და პრადერ-ვილის სინდრომი არის ერთ-ერთი ის მდგომარეობა, რომელსაც ჩვენი სახელმწიფო აფინანსებს დის ჰორმონის მკურნალობას დიაგნოზის დასმისთანავე. ჩვენ მთავარი ეს დიაგნოზი დროულად ვიპოვოთ და არ მივიყვანოთ ბავშვები იმ სიცოცხლისთვის საშიშ გართულებამდე. ეს არის მდგომარეობა, როცა თუ დროულად სწორად მართავ, ზუსტად ასე მულტიდისციპლინარული გუნდის ჩართულობით, ნევროლოგიურად, რეაბილიტაციის კუთხით, ჰორმონალურად ეს ბავშვები და მოზრდილები უნდა იყვნენ სოციუმის აქტიური წევრები და კონდეთ ცხოვრების მაღალი ხარისხი. არ არის ეს ის მდგომარეობა, რომელსაც ვერ გავუმკლავდეთ. კი, რთულია. ნებისმიერი მშობლისთვის, ვისაც ქრონიკული, რთული გენეტიკური პათოლოგიის მქონე ბავშვი ყავს, მათი ცხოვრება, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია, მაგრამ შეუძლებელი არ არის დახმარების საშუალება. მედიცინას რაღაცეების შეუძლია და ამიტომ არ უნდა გამოგვეპაროს, რომ ეს ჩვენი შესაძლებლობები მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენოთ. ძალიან დიდი მადლობა, კოლეგებო. დღევანდელ საუბარს აქვს უზარმაზარი დატვირთვა. პროფესიულ ჭრილში, ადამიანური განცდების ჭრილში, იმიტომ რომ თუ საზოგადოებას აქვს ინფორმაცია, თუნდაც არადიაგნოსტირებული შემთხვევების აღმოსაჩენად, აი ამ საუბარს აქვს უზარმაზარი მნიშვნელობა და პროფესიონალების თქვენი აზრის გათვალისწინებას. მაყურებელს შევახსენებთ, დღევანდელი ჩვენი გადაცემის პირველი ბლოკის სტუმრები ბრძანდებოდნენ ბავშვთა ნევროლოგი პროფესორი ქალბატონი თეონა შათირიშვილი და ბავშვთა ენდოკრინოლოგი, ნუტრიციოლოგი ქალბატონი ნინო ხელაძე. მე არ გემშვიდობებით, ჩვენ ვაგრძელებთ გადაცემას, გადაცემის მეორე ბლოკში ძალიან საინტერესო სტუმარი გველოდება. ვაგრძელებთ საუბარს და ჩვენი გადაცემის მეორე ბლოკის სტუმარი გახლავთ ჩვენი კოლეგა, პედიატრი, პრადერ-ვილის ასოციაციის პრეზიდენტი ქალბატონი ანა იაშვილი. დილამშვიდობისა ქალბატონო ანა. მოგესალმებით. დღევანდელი თქვენი სტუმრობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი გადაცემისთვის და ზოგადად მე ვფიქრობ საზოგადოებისთვის, იმიტომ რომ ნებისმიერი თქვენი გამოჩენა, იმიტომ რომ თქვენ ასოციაციის სახელით საუბრობთ და ამ შემთხვევაში არა ერთი, არამედ ბევრი მშობლის სახელით საუბრობთ. ასოციაცია, რომელმაც ძალიან ბევრი რამ ისწავლა თვითონ და შეუძლია ეს ცოდნა გაუზიაროს სხვებსაც. დიდი მადლობა მოწვევისთვის. მინდა გითხრათ, რომ ხშირად საკუთარი გამოცდილება ხდება ხოლმე სოციალური ცვლილებების საფუძველი და სწორედ გარკვეული წლების წინ ჩემი შვილის დაბადებიდან და დიაგნოზმა პრადერ-ვილის სინდრომმა განაპირობა ის ცვლილება, რაც შემში გახდა და გარდატეხა მოახდინა ჩემი დღევანდელი აქტივობის მიზეზი, ძირითადად ეს გახლდათ. დასაწყისისთვის რასაკვირველი იყო დაბნეულობა, როგორც მშობელმა ძალიან ისეთი დაბნეულობის წინაშე აღმოჩნდი და უსუსურიც ვიყავი, მინდა გითხრათ, მაგრამ რაც პირველ რიგში დავინახე, ეს იყო სისტემური პრობლემა. სისტემური პრობლემა გახლდათ, არ არსებობდა სამედიცინო განათლება, არ არსებობდა ლიტერატურა სამედიცინო, იყო საინფორმაციო ვაკუუმი. მაგრამ დამჭირდა საერთაშორისო პუბლიკაციებში მომიწია ძიება სამედიცინო პუბლიკაციებში და მიმართე საერთაშორისო ასოციაციებს. ერთ-ერთ მსოფლიო საერთაშორისო ასოციაციასთან ურთიერთობა აღმოჩნდა მეტად პროდუქტიული, ინფორმატიული და ხანგრძლივი სუპერვიზიის ხარჯზე მოხერხდა ის, რომ მე მათთან პროფესიულ ქსელში ჩავერთე. გავხდი წარმომადგენელი საქართველოში ამ მიმართულებით და გარდა მაშინის პერიოდი გახდათ, როდესაც ჩვენს რეგიონშიც კი არ ყავდათ წარმომადგენელი და ხშირი იყო მომართვიანობა სხვათა შორის აზერბაიჯანისა და სომხეთის ტერიტორიიდან. ამის შემდეგ ნაბიჯ დადგა უკვე დღის წესრიგში, რომ შეგვეგროვებინა, უბრალოდ გამოგვევლინა და ჩვენს ქვეყანაში ასეთი პაციენტები და რასაკვირველია, შემდეგ შეგვეგროვებინა და ისინი
დასაწყისისთვის ვერ გეტყვით, რომ ეს ძალიან მარტივი გზა იყო. პირველი მოძიებით მოვიკვლიე 2 სავარაუდო პაციენტი და ძალიან რთული ოჯახებში შეხვიდე და გენეტიკაზე ესაუბრო. ეს ძალიან მიუღებელია დღემდე რა ჩვენთან მით უმეტეს. და დასაწყისისთვის ეს ყველაფერი მიზან დასახულობა მოიტანა. იცით რა შეასაქმე, არ შეიძლება დაავადება, დიაგნოზი შეიძლება იყოს იშვიათი, მაგრამ მათზე ზრუნვა არ უნდა იყოს იშვიათი. სწორედ ამიტომ საჭირო იყოს როგორც საზოგადოების, ისე სამედიცინო სფეროში ამაღლება ჩვეულებრივი ცნობიერებისა. და დასაწყისისთვის დავიწყეთ მცირე ზომის ბროშურებით, რომელშიც ძირითადად აქცენტს ვაკეთებდით კლინიკურ ნიშნებზე, რომელთაც შეიძლებოდა მისულიყავით უფრო გამარტივებული გზით მივდიოდით სავარაუდო დიაგნოზამდე და ამას ვარიგებდით სამშობიარო სახლებში და უფრო მეტად ნეონატოლოგებზე იყო გათვლილი და ამაში ძალიან დიდი დახმარება გამიწია მაშინდელმა სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა. ისინი შემდგარი ექიმები არიან და ვისარგებლებ და აქედან მადლობას გადაუხდი მათ ამისათვის. და სწორედ ფიქრობ, რომ დღეს, როდესაც ისმება დიაგნოზი ნაადრევ ასაკში, რაღაცა წვლილი ამითი ჩვენც მიგვიწყის. რასაკვირველია, გარდა ამისა გრძელდებოდა მოძიება კვლავ პაციენტებისა, გრძელდებოდა რეესტრის ერთგვარი შექმნა და რაც მთავარია მშობლების და ოჯახების მხარდაჭერის სურვილი. და მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდი როლი ვითამაშეთ თავისუფლად შემიძლია მის თქმა ადვოკატირებაში სახელმწიფოს მიმართ. კერძოდ დასაწყისისთვის მრავალჯერადი მოთხოვნის შედეგად გამოიღო ჩვენმა ბევრმა მოთხოვნამ ნაყოფი და ნოზოლოგიათა იშვიათ დაავადებათა ნოზოლოგიათა ნუსხაში შევიდა საქართველოში პრადერვილი, რასაც თან მოყვა სახელმწიფო პროგრამის ამუშავება მუდმივ ჩანაცვლებადი ჰორმონოთერაპიით უზრუნველყოფა და დისჰორმონის შემოტანა. და ვფიქრობ, რომ აი ესეთი გზავნილია ზოგადად ასოციაცია, იცით გზავნილია არის ერთობით და თანამშრომლობით შესაძლებელია, რომ შევქმნათ ის ძალა, რომელიც მათ ეფექტურ მართვას განაპირობებს. როდესაც თქვენ ბრძანეთ რა არის ასეთ შემთხვევაში მშობელთა ასოციაცია. ეს არის ნამდვილად უზარმაზარი ძალა, ნამდვილად გზავნილი და ამ შემთხვევაში თქვენი განსაკუთრებული გზავნილი. მე მაყურებელს უნდა ვუთხრა, რომ იმისთვის, რასაც ახლა ვიტყვი, მე ქალბატონი ანასგან მაქვს ნებართვა და მხოლოდ ამიტომ ვაძლევ თავისუფლებას ეს თქვა. განსაკუთრებით მაშინ არის ეს გზავნილი მნიშვნელოვანი, როდესაც თქვენი შვილი აღარ არის და თქვენ სხვა მშობლების მხარდასაჭერად, სხვების შვილებისთვის ყოველდღიურად იბრძვით, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მოიპოვოთ, რაც შეიძლება მეტად გაზარდოთ ცნობიერება და რაც შეიძლება მეტად გაუწიოთ ადვოკატირება ამ ადამიანებს. ეს არის უზარმაზარი ღვაწლი და ძალიან დასაფასებელი და მე ვთვლი, რომ ეს საზოგადოება უნდა იცოდეს ამ შემთხვევაში თქვენი როლი და თქვენი მდგომარეობა, მით უფრო რომ მშობლებს ყოველთვის აქვთ პრობლემები და მით უფრო რომ ამ შემთხვევაში პრადერვილის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებს აქვთ თავიანთი სათქმელი და მათი ხმაც თქვენ ხართ ამ შემთხვევაში ჩვენს გადაცემაში და ზოგადად საზოგადოებაში. რა არის ყველაზე დიდი პრობლემა და რა არის ის, რაც საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ქალბატონო ანა? მოგახსენებთ, მრავალფეროვანი პრობლემა აქვს მშობლებს. იცით, ჯერ გამომდინარე იქედან, რომ ვიცით, რომ მიმდინარეობა როგორც ქცევით, ისე კოგნიტური, ისე ფიზიკურ თავისებურებებს აიჩენს დაავადების განვითარების მანძილზე. მშობლებისთვის ალბათ ყველაზე მაინც რთული ფსიქოლოგიური პრობლემა გახდა. ვიცით, რომ ჰიპერფაგიით, ანუ განსაკუთრებული შიმშილის გზნობით მიმდინარე დაავადება და მაგთ აქვს ყველას მათგანს აქვს საკუთარი ულუფა. და ვიცით, რომ არ ხდება დადასტურება თავის ტვინში, გასაგებანაზე რომ ვთქვათ, რომ დანაყრდნენ. მართლაც სულ შეიათ. აქედან გამომდინარე ძალიან მძიმეა მშობლისთვის აკონტროლოს დღის მანძილზე მისი ულუფა. არ მოიპარონ, არ გავიდეს მეზობელში, მეზობელთან არ შეივსოთ რაღაცის განსხვავებული ულუფა. ეს როგორც ბავშვზე არღვევს ფსიქოემოციურ ბალანსს, ისე მშობელზეც არღვევს და ქრონიკული სტრესის ქვეშ არიან მშობლები. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია ის, რომ ზოგადად მშობელი არ
არა მარტო შვილთან ერთად ეს რთული შვილის მოვლის შემთხვევაში სამსახურს ვერ ათავსებს და ამიტომ ეკონომიური ეს პრობლემები მოდის თვირთი ჯერ გამომდინარე იქედან რომ სამედიცინო მეთვალყურეობაც გარკვეულ თანხებთან არის დაკავშირებული შემდეგ სიმპტომური კურნალობა ხშირად მოავადე ბავშვები არიან მათი ფინანსური რესურსები მეტნაკლებად არა ძალიან ძირად ღირებული პრეპარატებიც კი ესაჭიროებათ. ეს ყველაფერი მშობელს აწევს სურგზე და რაც ავარია სოციალური და საგანმანათლებლო პრობლემაც ექმნებათ. სოციალურში იგულისხმება რომ ის სტიგმა რაც წლების წინ ჩვენს ქვეყანაში იყო რასაკვირველია ხელით მინიშნებად დაჟინებული მზერა და ჩურჩული ეს აღარ არის ნამდვილად გაიზარდა საზოგადოება, მაგრამ გარკვეულ რგოლში მაინც რჩება. აქედან გამომდინარე რაღაც გარკვეული პრობლემები ექმნება მშობლებს და განსაკუთრებით იმ სფეროში სადაც ბავშვის საქციელი თვალსაჩინოა, განსხვავებული საქციელი. ესიც რასაკვირველია და ახლახან წავარწყდი კვლევებს ოჯახის მდგრადობასთან დაკავშირებით, სადაც მანდა მაინც ახარბიელო მდგომარეობა არ არის, იმიტომ რომ ოჯახს რუტინული ცხოვრებიდან უწევს ამ ბავშვის შესატყვისი და მისი საჭიროების შესატყვისად გადაწყობა. ვიღაცა ახერხებს, ვიღაცა ვერ ახერხებს. განსაკუთრებით იქ სადაც დედმამიშვილია და სხვა შვილებთან ურთიერთობა გარკვეულწილად იძაბება. ერთი სიტყვით მე ვერ ვკიტყვით რომ ეს იოლი გზაა, მაგრამ შემიძლია გითხრათ რომ თავარია რომ გასავლელი გზაა და მეტნაკლებად უკვე ცოდნა არსებობს. ეხლა რაც თავარია და ყველაზე მეტად ჩვენ საქართველოში რაც აღელვებს განსაკუთრებით ძველი თაობის ეს მოზარდი თაობის ჩვენი ბრადერვილის პაციენტებს, რომელთაც ვერ მოესწროთ ზის ჰორმონი. და ისინი სიმსუქნის გარკვეულ საფეხურებზე არიან. განსაკუთრებით აქ არის არსებობს ამბულატორიული პროგრამა, მხარდაჭერის პროგრამა, მაგრამ არსებობს 18 წლამდე. არსებობს სახელმწიფო პროგრამა, როგორც ვთქვით, მუდმივ-ჩანაცვლებადი თერაპიისა, ჰორმონის, მაგრამ არსებობს 18 წლამდე. აი რას ვაკეთებთ 18 წლის მერე ეს საკობრივი ზღვარის შემდეგ, რით ვეხმარებით. მით უმეტეს, როდესაც ვიცით ეს არ არის განკურნებადი დაავადება და ვიცით რომ ეს თანხლები, გართულებები კიდევ უფრო ღვივდება, რთულდება და სწორედ აქ არ უნდა გამიცადოთ მარცხი და ახარ უნდა შეგვეშალოს რამე. და რაც მთავარია კიდევ ერთი ნიუანსი აუცილებლად უნდა ვთქვათ. რატომაც ჩვენს ქვეყანაში ასეთი დაავადების მქონე ბავშვებს სამწუხაროდ კლინიკები არ იღებენ გართულების პირობებში ან რაღაცა კრიზისულ მომენტში და ამიტომ მშობელს უწევს მათი ტარება კლინიკიდან კლინიკაში. ჩვენ გქონდა ეხლა ზუსტად ისეთი შემთხვევა ყველაზე დასრული რომელიც ყავს 25 წლის ასაკში წავე მუცლით რამდენიმე კლინიკა გამოიცვალა, არსად არ მიიღეს და შემდეგ სასწრაფო საოპერაციო გახდა. ეს საქმე საფრთხეს უქმნის არათუ მათ ფსიქოემოციურ მდგომარეობას ბავშვებისას, არამედ მათ სასიცოცხლო მნიშვნელობას და მათ ჯანმრთელობას უქმნის. ამისათვის ფიქრობ, რომ როგორმე უნდა შეიქმნას სტაციონარული მხარდაჭერის პროგრამა, რომელშიც იქნება კომბინირებული მკურნალობა და ეს ბავშვები ბოლოს და ბოლოს რომელიღაცა კლინიკაში იქნებიან მიმაგრებული თუ ნუ რა სახით ეს შემდეგ ადვილი ასაწყობი იქნება. მთავარია რომ ამის სურვილი არსებობს და აუცილებლობას წარმოადგენს დღეს ეს მხარდაჭერის პროგრამა. ქალბატონო ანა, თქვენ დღევანდელ გადაცემაში ითავსებთ პედიატრის როლსაც და ითავსებთ გარკვეული თვალსაზრისით მთავარ როლს ამ შემთხვევაში, როდესაც საუბრობთ როგორც მშობელი პირადი გამოცდილების მაგალითზე ძალიან მნიშვნელოვანია აგრეთვე ის, რომ თქვენ ხართ ხმა უამრავი მშობლისა, ვისაც ეს საკითხი ეხება. თუმცა ვიდრე დავასრულებთ საუბარს, უნდა დაგისვათ ასეთი კითხვა. საჭიროა რომ მშობლებმა ამოიღონ ხმა, საჭიროა რომ მშობლებმა საზოგადოებას გააცნონ პრობლემები, საჭიროა მშობლები პროფესიონალებთან ერთად იყვნენ ჩართულები ბავშვების მართვაში, საერთოდ ყველა პრობლემასთან მიმართებაში და განსაკუთრებით იშვიათ პრობლემებზე ან ზოგადად ნებისმიერ პრობლემაზე, რომელიც ჩვენი შვილების ჯანმრთელობას ეხება.
აუცილებლობას წარმოადგენს. ძალიან დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის. ეს აუცილებელია და ზოგადად ასოციაციების შექმნა არის და ზოგადად ყველა დაავადებებში მათ უფრო მეტი ზურგი აქვთ, მეტი ბერკეტი აქვთ სახელმწიფოსთან ურთიერთობისა და რასაკვირველია საზოგადოებაში როგორმე რო გაიზარდოს ცნობიერება, ამაში ძალიან დიდი როლი. რაც შეეხება მშობლებს, მინდა უთხრა, რომ ფაქტიურად ჩვენი მშობლები ძალიან აქტიურები არიან, იცით, ძალიან ისეთი ყველაზე კარგად მაინც ეს დაავადება მშობელმა იცის, მინდა გითხრათ დროთა განმავლობაში. მშობლებს მინდა უთხრა, რომ რაც თავარია დღეს არსებობს ცოდნა და ცოდნა სწორედ დააკარგვინებთ ამ შიშს. არსებობს მხარდაჭერა, რომელიც განამტკიცებთ მათ. და რაც მთავარია, არსებობს პროფესიონალთა გუნდი უკვე, რომელსაც შეიძლება ვენდოთ თავისუფლად, მათი ჯანმრთელობა ვანდოთ. წამოგვეწია ზის ჰორმონი. და გარდა ამისა, ის რომ მშობლებს ასევე ცოტა ისეთი განსხვავებულ სტილში მიმართავდი, რომ ყველაფერი არა, მაგრამ ძალიან ბევრი რამ არის უკვე მოგვარებადი, ალაგებადი და ამიტომ გამოსავალი ბევრად უფრო სახარბიელოა, ვიდრე წლების წინ თუნდაც მე ვიწყებდი. ამიტომ მინდა მათ უთხრა, რომ მე როგორც მშობელი დავდექი ამ გზაზე და თქვენ არაჩვეულებრივად ბრძანეთ, დიახ, მე ვარ ხმა ყველა იმ ბავშვისა, ყველა იმ პაციენტისა, რომლის მიმართაც როგორც სახელმწიფო მისა საზოგადოებამ უნდა იმუშაოს და შეხედოს მათ როგორც სიყვარულით, ასევე როგორც დიაგნოზით. ეს არის მთავარი. მით უფრო თქვენ გაიარეთ გზა, რომელიც გარკვეულწილად ძალიან ტკივილიანი აღმოჩნდა და ახლა თქვენ ამ გზას აგრძელებთ სხვა მშობლების მხარდასაჭერად, სხვა ბავშვების მხარდასაჭერად და ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ შემთხვევაში თქვენი პირადი გამოცდილების გაზიარებას და ყველა მშობლის გამოცდილების გაზიარებას. ენთუზიაზმით საუბრობენ მშობლები? ვფიქრობ, დასაწყისისთვის ეს უჭირდათ, მაგრამ დღეს ისეთი კარგი შედეგები გვაქვს. კატასტროფული სხვაობაა შემიძლია გითხრათ ნაადრევად დასმულ დიაგნოზებსა და სამწუხაროდ დაგვიანებულ შემთხვევაში მე ამით არ მინდა ნამდვილად მშობლებს რაიმე ეს მივაყენო რაღაც ცუდი იფიქრონ, მაგრამ ასია. სიმსუქნის გარკვეული საფეხურები გვაქვს უკვე განვითარებული ისეთ ასაკში, რომელთაც არ მიუღიათ დის და კატასტროფული სხვაობაა, იცით და როგორ გითხრათ, ალბათ კი. ძალიან დიდი მადლობა, ქალბატონო ანა, დღეს ჩვენთან რომ მობრძანდით სტუმრად. მადლობა, რომ თქვენს ხმასთან ერთად გაგვაგონეთ ყველა იმ მშობლის ხმა, ვისაც საკუთარი შვილის ჯანმრთელობა ასე აღელვებს და ვისაც იშვიათი თუ ხშირი დიაგნოზის გამო აქვს პრობლემები, რომელთა შესახებაც საზოგადოებამ უნდა იცოდეს. მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი თქვენი საუბარი არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი საზოგადოებისთვის. ერთია, როდესაც პროფესიონალები იცნობენ პრობლემებს და მეორეა, როდესაც საზოგადოებამ იცის, რამდენად მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა. და ამ შემთხვევაში მე მივმართავდი საზოგადოებას, რომელმაც შესაძლოა დღეს ახლა პირველად მოისმინა პრადერ-ვილის სინდრომის შესახებ. შესაძლოა პირველად არ მოისმინა, მაგრამ აღმოაჩინა, რომ თითქოს ასეთი უწყინარი შიმშილის დაუოკებელი განცდა შეიძლება იყოს ძალიან სერიოზული გზავნილი, როდესაც ბავშვის ჯანმრთელობაზე ვლაპარაკობთ, როდესაც ჩვენ გვჭირდება სიფხიზლე, რაც შეიძლება ადრეულ ასაკში და ეს უნდა გვეხებოდეს თითოეულ ჩვენგანს, იმიტომ რომ ოჯახში ჩვენი ყურადღება ბავშვების მიმართ გამოჩენილი დამოკიდებულება არის იმის საწინდარი, რომ ბავშვებს შეიძლება უამრავი პრობლემა მომავალში ავარიდოთ თავიდან. მშობლებს, ვისაც მსგავსი მდგომარეობა აქვთ, აუცილებლად ვეტყვით, რომ იამაყონ საკუთარი გამძლეობით, საკუთარი სიმამაცით და იამაყონ იმით, რომ მათ საკუთარ თავში იპოვეს ყველა რესურსი იმისთვის, უკანასკნელი უჯრედიც კი გამოიყენეს იმისთვის, რომ საკუთარ შვილებს მაქსიმალურად შეუნარჩუნონ საციცოცხლო რესურსი და მისცენ საშუალება გაიუმჯობესონ ჯანმრთელობა. მაყურებელს დავემშვიდობებით ამით
დღეს ჩვენ არ გვექნება ტრადიციული კვებითი შუქნიშანი, მე ვფიქრობ, დღევანდელი ჩვენი სათქმელი თემამაც დაიტია და ჩვენი სტუმრების მიერ ნათქვამმა ფრაზებმა მე უბრალოდ გაგახსენებთ დღევანდელი ჩვენი გადაცემის მეორე ბლოკის სტუმარი გახლდავთ საქართველოს პრადერვილის ასოციაციის პრეზიდენტი პედიატრი ქალბატონი ანა იაშვილი. მე დღეს ამით გემშვიდობებით ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ.